მალე ზამთრის ცივი და სუსხიანი ამინდი შეგაწუხებთ. მასთან საბრძოლველად კი აუცილებლად დაგჭირდებათ ხელთათმანი, რომელიც არა მხოლოდ ციცივისაგან დაგიცავთ, არამედ თქვენი ჩაცმულობისა და სტილის ერთ-ერთ აუცილებელ და ორიგინალურ აქსესუარათაც იქცევა. მხოლოდ მის შეძენას თავისი რეცეპტები სჭირდება. მაესტრო ამჯერადაც დაგეხმარებათ, მას ასე ტელერეცეპტი გირჩევთ. ხელთათმანი ზამთრის ნებისმიერი ანსამბლის მთავარი ელემენტია, მაგრამ ის საზაფხულო, სადღესასწაულო წვეულებისთვისაც ელეგანტური დანამატია. მათ, ვისაც თავისი საქმე უყვართ და მთელი შემართებით უძღვებიან, ვურჩევთ ცალკეულ თითებიან, მუქი ფერის, სქელნაკსოვიან ხელთათმანებს. ის აუცილებლად პრაქტიკულ როლს უნდა თამაშობდეს. მეოჯახე და მზრუნველ მეუღლეებს თხელი ქიშმირისაგან ან მერინოსის მატყლისგან მოქსოვილ ხელთათმანებს ურჩევდით. თუ თქვენ წვეულებაზე ან ღირსშესანიშნავ ბანკეტზე მიგიწვიეს, თხელი ნაჭრის ღია ფერის გრძელი ხელთათმანები ყველას გულს დაიპყრობს. საერთოდ თეთრი ფერი უმციკლობისა და სათნოობის ნიშანია. სპორტული აღნაგობისა და მამაკაცური გატაცებების მქონე მანდილოსნებს სპორტული სტილის სქელი ხელოვნური ტყავისგან დამზადებული ყინვა-გამძლე ხელთათმანები მოუხდებათ. ელეგანტური და რესპექტაბელური პერსონებისთვის, როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის, ნიშანდობლივია თხელი ბარხატის მუქი ყავისფერი ან შავი ხელთათმანები. მსუბუქი და გრაციოზული ხასიათის ადამიანებს მოუხდებათ სხვადასხვა ფერებით გაწყობილი აბრეშუმის ხელთათმანები. გულჩათხრობილს და უცნაურებს დაუნაწევრებელ თითებიან ხელთათმანებს თავაზობ. დიქტატორული ხასიათის მქონეთ კი ხაზებიანი ან ორნამენტებიანი თხელი ხელთათმანები მოუხდებათ. შემოქმედებითმა ადამიანებმა ნაზი ყვავილებით აღკაზმული ხელთათმანები უნდა ატარონ. ქორწილისთვის ან სხვა ოფიციალურ წვეულებაზე კი ოპტიმალურია ბაფთის ქსოვილის ხელთათმანები. შუა საუკუნეებში, როდესაც იტალიელ პატრიციებს თავისი გულისწორის გამოწვევა სურდათ, მათ ხელთათმანს გადაუგდებდნენ ხოლმე. ხელთათმანის მიხედვით კი კავალდრები მათი პატრონის ვინაობას ადგენდნენ. დღეს სამწუხაროდ ეს ტრადიცია აღარ არსებობს, მაგრამ არსებობს ხელთათმანის შერჩევის წესი, რომლის სწორად შესრულებაში მაესტროს ტელერეცეპტი დაგეხმარებათ.